ეს ავიკითხეთ სახარებიდან ადგილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ყოფიერი ცხოვრების მოსაწყობად. დღეს აღწერილი იყო სახარებაში, თუ როგორ მოადგა გადასახადის ამკრეფი, სახელმწიფო გადასახადის ამკრეფი, რომელიც მოვიდა პეტრესთან და ეუბნება, რომ თქვენი მოძღვარი გადასახადს იხდის თუ არ იხდისო. და პეტრე მივიდა იესოსთან და ეუბნება, რომ როგორ არის, უნდა გადავიხადოთ გადასახადი თუ არა. და იესო ეუბნება საოცარ რაღაცას. ესე იგი იესო ამ კითხვაზე პასუხობს ფილოსოფიურად. და ეკითხება, რომ როგორ ფიქრობ, აი თუ მთავარი არსებობს ან მეფე, გადასახადი ვინ უნდა გადაუხადოს, თავისი ოჯახის წევრმა თუ უცხო ადამიანი? პეტრემ თქვა, რა თქმა უნდა, უცხო. ხო და აი ჩვენ უცხოები არა ვართო, ჩვენ ვართ ღვთის შვილებიო. და ამიტომ ჩვენ არ გვეკუთვნის გადასახადის გადახდა. აი ამის გამო, რომ ჩვენ ღვთის შვილები ვართ და მერჩეულია ესე მოვაწყოს, რომ ყოველგვარი გადასახადისგან იყოს ქრისტიანი თავისუფალი. მაგრამ იმისათვის, რომ სხვა ადამიანებს მივცეთ მაგალითი მორჩილების და სხვა ადამიანებს მივცეთ აი როგორი უნდა იყოს ადამიანი კანონმორჩილი, აი ამისათვის ჩვენ გადავიხადოთ ეს. იმიტომ რომ ჩვენთვის ეს არაფერი არ არის და ნახეთ რა შეუნება. წადი დაიჭირე თევზი, ეუბნება, სადმე დაიჭიროს, აი პირველივე თევზს პირში ჩაუყო ხელი, ძვირფასი თვალი იქნება და ამოიტანე ეს ქვა, მოიტანე ძვირფასი ქვა და იმითი გადავიხადოთ. ანუ ფაქტიურად ესე იგი არც გადახდა, არც გადაუხდელობა არსებითად არაფერს არ ცვლის, როდესაც ადამიანი ღვთის შვილი. მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი მორჩილების აუცილებლად უნდა მიიღოს. ქრისტიანი უნდა იყოს კანონმორჩილი. რა თქმა უნდა, თუ კანონი ღმერთის უარყოფას არ ავალდებულებს. თუ ღმერთის უარყოფას ავალდებულებს არავითარ შემთხვევაში, მაგრამ თუ არ ავალდებულებს, ეს არის თავმდაბლობა. ეს არის თავმდაბლობა და ქრისტიანმა აუცილებლად უნდა აღასრულოს ყოველგვარი წესი. შეიძლება სრულადაც არ იყოს, ესე იგი რაღაც აზრიანი ეს წესი, მაგრამ თუ დადგენილია ეს კანონი სახელმწიფოს მიერ, მან ეს კანონი უნდა შეასრულოს. კიდევ ერთხელ უსვამხას, რომ თუ ეს ღვთის ცნების დარღვევისაკენ არ მოუწოდებს ადამიანს. და აქვე მოყვება შემდეგი ადგილი, მოციქულები ეკითხებიან, რომ ვინ არის ყველაზე დიდი სასუფეველში. აი რა უნდა გავაკეთოთ? ერთი არის, რომ სასუფეველში მოხდეს ადამიანი და მეორე არის, რომ აი სასუფეველში როგორ უნდა იყოს ადამიანი დიდი. და იესოს მოყავს ბავშვი, აყავს ხელში და ეუბნება. აი ამ ბავშვივით თუ არ იქნებით, ვერ მოხდებით საერთოდ სასუფეველში და ყველაზე დიდი ეს იქნება. იყავით ვითარცა ყრმანი, თუ გინდათ რომ სასუფეველში მოხდეთ. და რა იგულისხმება აქ? თვითონ იესო ამბობს ამას, რაც იგულისხმება. ეს არის თავმდაბლობა. უნდა იყოს თავმდაბალი, როგორც არის ბავშვი, რომელიც არ ფიქრობს დიდების და პატივის მოხვიჭას. არამედ უბრალოდ ცხოვრობს. აი ეს არის კიდევ ერთი სწავლება დღევანდელი სახარებისეული და გადმოცემით ჩვენ ამ ბავშვის სახელი ვიცით, როგორც ამბობენ ერქვა იგნატემ, რომელიც შემდეგ პატრე მოციქულმა აკუთხა ეპისკოპოსად და გახდა ანტიოქიის ეპისკოპოსი. ეს იყო უდიდესი მოღვაწე საეკლესიო შემდეგ იგნატე ღმერთშემოსილი, იგნატე ანტიოქიელი. და შეგვეწიოს მისი მადლი წმინდა იგნატესი, რომელიც არის საოცარი მაგალითი თავმდაბლობის, მან თავის თავს უწოდა თვითონ ღმერთშემოსილი თეოფოროს. და ეს იყო თავმდაბლობის ყველაზე დიდი გამოხატულება, იმიტომ რომ მან ეს გააკეთა ღვთის კარნახით. ძნელია, ხო? ძალიან ეხა საკუთარ თავს ღმერთშემოსილი უწოდა. აი მან ეს უწოდა თავმდაბლობით, იმიტომ რომ უფალმა ესე უთხრა. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.